გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სურათზე გამოსახული ხელშეკრული პიროვნება არის გიორგი ბაქრაძე, მცხოვრები ქალაქ ქარელში. სურათზე აღბეჭდილია გიორგი ბაქრაძე დაკავებამდე დაკავების დროს და დაკითხვის დროს ივნისის თვეში. ქვედა ფოტოებზე აღბეჭდილია ნიკოლოზ კვინტრაძე აქციაზე და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში. ფოტოების შედარება ცხადად აჩვენებს, რომ ფოტოზე აღბეჭდილია ორი სხვადასხვა პიროვნება. ბაქრაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას მისცეს ჩვენება და დაადასტურეს, რომ სურათზე სწორედ ეს პიროვნებაა აღბეჭდილი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კვინტრაძე გარდაცვლილია დენის დარტყმის შედეგად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასმედიას გადასცა გიორგი ბაქრაძის საკონტაქტო მონაცემები. 26-ში ვიყავი აქციაზე, როდესაც დაიწყო დაშლა, ამიყვანა პოლიციამ. დამადო პლასმასის ბორკილები და დამაწვინეს ძირს. შემდეგ გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და რამოდენიმე საათში გამათავისუფლეს. 26 მაისს ჩემი შვილი ყოფილოდა აქციაზე. აქციის დაშლის დროს ჩემი შვილი დააკავა პოლიციამ, რომელიც იწვა ძირს და ხელზე ედო პლასმასის ბორკილები, რაც მე ტელევიზიაში ამოვიცანი. ტელევიზიის სიუჟეტში ამოვიცანი. გაატარეთ ხელიზაფხული ეგვიპტეში ინტერკონტინენტალთან ერთად. ხურგადა, ეგვიპტის ოაზისი. დაგვიკავშირდით.